სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. ჩვენ დღევანდელ სახარებაში მოვისმინეთ, რომ უფალი უქადაგებს ადამიანებს. ეს მათეს სახარების მეექვსე თავია. ქადაგება მთაზე. როდესაც მაცხოვარი განმარტოებით მთაზე ასული უქადაგებს ადამიანებს და ეუბნება, რომ როდესაც კეთილ საქმეს გააკეთებთო, თქვენმა მარცხენამ არ უნდა იცოდესო თქვენი მარჯვენა რას აკეთებს. იგი ჩუმად უნდა გააკეთოს სიკეთე. თუ არადა იმ გაკეთებული სიკეთის გამო აქვე თუ შექებას მიიღებ, მაშინ ესე იგი ზეცაში აღარაფერს აღარ უნდა ელოდო. აი, ჩვენი განწყობა ეს უნდა იყოს. შეიძლება ადამიანმა მართლაც ჩუმად გააკეთოს რაღაც, მაგრამ ეს ჩუმად გაკეთებული გახმაურდეს. თუმცა ამ სიკეთის ჩამდენს მიზნად ეს არ ქონდეს დასახული, რომ ის გახმაურდეს, მაგრამ ბუნებრივად ესე ხდება. წმინდა პაისი ათონელი ამბობს, რომ ესე ჩუმად გაკეთებულ სიკეთესო ესეთი თვისება აქვსო, რომ ესე იგი დააბეზღოს თავისი მკეთებელი. მაინც გამოჩნდება, მაინც გამოაშკარავდება. თუმცა აქ ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ამ სიკეთის ჩამდენის განწყობა. მას უნდოდა რომ გამოაშკარავებულიყო და ხალხს ეს დაენახა და შებადიდება დაეწყო მისი, თუ არ უნდოდა. თუ ეს უნდოდა, მაშინ მიაღწია მიზანს აქვე მიწაზე და ზეცაში აღარაფერს აღარ უნდა ელოდეს. მაგრამ თუ ეს არ უნდოდა და მაინც გამოაშკარავდა, მას ზეცაში მაინც ელოდება ეს ძღვენი, იმიტომ რომ წმინდა ივანე ოქროპირი ამბობს, არავინ დაინტანჯოსო თავი იმაზე ფიქრითო, რომ მისაგებელი მხოლოდ ზეცაში არსებობს. მისაგებელი აქაც არსებობს, სიკეთის წინ სიკეთე, ბოროტების წინ ბოროტება. თუმცა სიკეთის წინ აქ მიგებული სიკეთე, ეს არის იმის ძალიან მცირე ნაწილი, რაც ადამიანს ზეცაში ელოდება. ასევე ლოცვასთან დაკავშირებით ამბობს, რაჟამს ილოციდეო, შედიო შენს ოთახშიო, ჩაკეტეო შენი კარიო და ილოცეო შენი ზეციერი მამის მიერ ფარულად. და შენი ზეციერი მამა ხედავს შენს დაფარულ ღვაწლს და მოგაგებს ცხადად. აქაც საუბარი რაზეა? ახლა აუცილებელი კი არ არის მაინც და მაინც ოთახში შეხვიდე და კარი ჩაიკეტო, აქ განწყობაზეა ლაპარაკი, რომ შენ რომ ლოცულობ, შენ იმისთვის არ ლოცულობ, რომ ვიღაცამ დაგინახოს და ვიღაცამ შეაფასოს შენი ლოცვა. არამედ იმისთვის ლოცულობ, რომ თავად ეს ლოცვა შენთვის მნიშვნელოვანი და შენ ღმერთს ესაუბრებ. ამ დროს ჯობია, რა თქმა უნდა, ეხლა წარმოიდგინეთ ასეთი რაღაც, რომ ადამიანი, აი დავუშვათ, ვაჟს გოგონა შეუყვარდა სიტყვაზე. რა ურჩევნია? ყველას თანდასწრებით ესაუბროს თავის შეყვარებულს, ძალკე განმარტოებით. ახლა შეურაცხყოფელი არ იქნება იმ გოგონასთვის, რომ ეს დადგეს ხალხში და ამ საუბრით თავი მოიწონოს? შეურაცხყოფელი იქნება. ან გოგონა გააკეთოს ეს ვაჟისთვის, შეურაცხყოფელი იქნება. ამიტომაც შენი განწყობა ადამიანისა ის უნდა იყოს, რომ შენ დადგე და განმარტოებით ღმერთს ეჩურჩულო, ესაუბრო, ლოცვა ხო ეგ არის. და თუ ეს ლოცვა მაინც უბრალოდ ვერ დაიფარა იმის გამო, რომ სხვა გზა არ არის, ახლა ზოგჯერ მღვდელი აი შუა ტაძარში დგას და იქ უნდა ილოცოს. აბა ის რანაირად დადგება და ცალკე როგორ ილოცოს, მაგრამ მღვდელი თავის პირად კანონს, დილის ლოცვა იქნება, ფსალმუნი თუ სხვა ნებისმიერი ლოცვა, იმას განმარტოებით ასრულებს. ადამიანის განწყობა ეს უნდა იყოს, რომ თავისი სიხარული თუ სატკივარი თუ სათხოვარი ღმერთამდე მიიტანოს ესე განმარტოებით და ამ ლოცვით თავს არ იწონებდეს და ვიღაცას არ აჩვენებდეს. და ამაში, ამ ლოცვაშიც, ამ სიკეთის კეთებაშიც, განმარტოებით ნაკეთებში, ჩანს ადამიანის რწმენა, რომ მას წამს, რომ ღმერთი მას უყურებს და უსმენს. უფალი ეუბნება თავის მოწაფეებს, აი, ჩვენ რომ მამაოჩვენოს ვამბობთ ხშირად, ამ მამაოჩვენოს, ამ ლოცვას საუფლო ლოცვა ეწოდება, რადგან თავად იესო ქრისტემ უფალმა ასწავლა თავის მოწაფეებს. სხვა ლოცვა, ესე იგი, ჩვენ არ ვიცით, რომ უშუალოდ იესო ქრისტეს ესწავლებინეს მოწაფეებისთვის.
თუმცა მეზოლისა და ფარისევლის ციგავში ჩანს, რომ ეს იგავია, ეს ხო ამბავი არ არის, ეს იგავია და იქ ჩანს მეზერის ლოცვა, აი როგორი ლოცვა მოსწონს. მერთო მიხსენებს ოდილსა ამას. სწორედ დიდი მარხვა რო იწყება ეფრემასურის ლოცვაში, სწორედ ეს ლოცვა არის არაერთხელ ნათქვამი და უფალი მამაუჩვენოთი გვეუბნება, რა არის მთავარი, რისთვის უნდა ილოცოს ადამიანი. აი თქვენ ასე ილოცეთ. რომ მამაუჩვენოს რო ჩაუკვირდება ადამიანი აღმოაჩენს მართლაც რა არის სალოცავი და რას უნდა ითხოვდეს ადამიანი ღვთისაგან. რომ ამაში გამოხატავს რწმენას, რომ ჩვენ ყველას ერთი მამა გვყავს ღმერთი, რომ მან გვიბოძა უფლება მისი შვილები ვყოფილიყავით. როგორ ამბობს ივანე ღვთისმეტყველი, რომ თავისიანებთან მოვიდაო უფალიო და თავისიანებმა ის არ შეიწყნარესო, არ მიიღეს. მაგრამ ვინც მიიღო, მათ მისცაო ხელმწიფება შვილ ღმრთისა ყოფად. ანუ მისცა ხელმწიფება, რომ ღმერთის შვილები იყვნენ. ანუ ვინც ირწმუნა ღმერთი, ყველა მორწმუნეს ღმერთმა მისცა იმისი ხელმწიფება, უფლება, რომ ის ღმერთის შვილი იყოს. და რადგან ჩემთვისაც მამაა და შენთვისაც და სხვისთვისაც, ესე იგი ეგ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთის დაძმები ვართ და ესეთი დამოკიდებულება და განწყობა უნდა იყოს მორწმუნეთა შორის. შემდეგ ვამბობთ, რომ რომელი ხარ ცათაშინა. აქ მის სიწმინდეს გამოვხატავთ და თუმცა ღმერთი ყველგან არის. აი მეუფეო ზეცათაოში ვამბობთ, რომ რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენით. ღმერთი ყველგან არის. ღმერთი ადამიანის გულშიც არის. თუ ადამიანი შეეცდება, რომ მას თავისი გულის კარი გაუღოს. ჩვენ არაერთხელ გვითხოვთ წმინდა ივანე ღვთისმეტყველის მიერ დაწერილი წიგნი აპოკალიფსი, იგივე გამოცხადება. იქ ამბობს მესამე თავში, რომ ყოველი ადამიანის გულის კართან მდგავარ. ეგების ვიღაცამ გამიღოს ეს გულის კარი და შევიდე მასში. მინდა მამები ასეთ რამეს ამბობენ, რომ ამ გულის კარს სახელური მხოლოდ შიგნიდან აქვს. მხოლოდ ადამიანს შეუძლია ეს კარი გააღოს. ღმერთი არ გააღებს ამ კარს. რატო არ გააღებს? იმიტომ რომ ღმერთმა ადამიანს თავისი ხატება მიანიჭა და ეს არის თავისუფალი ნება ერთ-ერთი. ღმერთი ადამიანი თავის ხატად შექმნა. ამ ხატებაში მოიაზრება თავისუფალი ნება, გონებრიობაც, შემოქმედების უნარიც, უკვდავის სულიც. და აი ამას ღმერთი ადამიანში ძალიან დიდ პატივს სცემს და ის ჩვენს გარეშე არ გააკეთებს. ის ძალით არ შემოდის. მაგრამ თუ ადამიანი მას გულის კარს გაუხსნის, უფალი ადამიანის გულშიც შემოვა. წარმოიდგინეთ, აი სამყაროს შემოქმედი, რომელშიც მთელი სამყარო ეტევა, იმდენად დაიმდაბლებს ხოლმე თავს, რომ ერთ პატარა გულში შეუძლია, რომ შევიდეს და იქ დამკვიდრდეს. ის, რომელმაც მთელი სამყარო შექმნა. ამიტომაც აი, ესე იგი, ჩვენ მამაუჩვენოში იმას ვითხოვთ, რომ სიწმინდის ცხოვრების ძალა მოგცეს. როდესაც ვამბობთ, რომ წმინდა იყავს სახელი შენი, ეგ ნიშნავს, რომ ჩემი ცხოვრების წესით სხვა ადამიანებში უნდა გაჩნდეს ის აზრი, რომ ღმერთი როგორი წმინდა. აი მაგალითად ამ ტაძრიდან გავა ახლა ვიღაც და გარეთ ისე მოიქცევა სიტყვაზე, რომ იტყვიან, რომ აბა ეს თუ ეკლესიური ადამიანი, რამდენჯერ ყოფილა, აბა ეს თუ მორწმუნეა, რანაირად იქცევა. და მისი შემხედარი ღმერთს წმინდად ვერ წარმოიდგენა. მაგრამ ადამიანი, რომელიც თავის სამსახურში თუ ვიღაც სკოლაში, ვიღაც უნივერსიტეტში, ვიღაც სამეზობლოში თუ ოჯახში ისე იქცევა, რომ მისი ქცევა მოსწონთ, მისი სიტყვა პასუხი მოსწონთ, მისი აზროვნება მოსწონთ, იფიქრებენ, რომ აი ღმერთთან სიახლოვის გამო ის თუ ასეთი კარგი გახდა, როგორი იქნება ღმერთი. და იმ ადამიანის გამო ადამიანებში გაჩნდება წარმოდგენა, რომ ღმერთი აი ასეთი წმინდა. ჩვენ ამას ვთხოვთ ღმერთს, ღმერთო მოგვანიჭე ცხოვრების ისეთი წესი, რომ ჩვენი შემხედარი ადამიანები შენს დიდებას იწყებენ. აი ამას ვთხოვთ ჩვენ მამაუჩვენოში. ვთხოვთ, რომ იყოს ნება ღვთისა
ვით არცაც ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასაზე და ამაში რას თხოვთ, რომ როგორც შენს ნებას ზედმიწევნით აღასრულებენ ზეციური ანგელოზები, ან როგორც ზესაშია შენი ნება, ისე იყოს ჩვენ შორისაც. მოგვანიჭე იმის ძალა, რომ ჩვენი ნებით კი არ ვიცხოვროთ, არამედ შენს ნებას დავემორჩილოთ. იმიტომ რომ უფლის ნება არის წმინდა. უფლის ნება არის ადამიანებისთვის სწორი გზის მაჩვენებელი, მისი გამწმენდელი, მისი მაცხოვნებელი. და თუ ადამიანი ცდილობს, რომ თავისი ნება ღვთის ნებას დაუმორჩილოს, ის იქნება, იგი მისი ცხოვრება იქნება წმინდა და ის იქნება თავისუფალი ყოველგვარი ვნებისაგან. ეს არის თავისუფალი. ასე შემდეგ, უნდა ჩაუკვირდეს ადამიანი აი ამ საუფლო ლოცვასთან. ბოლოს ვამბობთ, რომ რამე თუ შენია სუფევა ძალი და დიდება, იმიტომ გთხოვთ შენ, რომ შენა გაქვს ეს ყველაფერი, შენა ხარ ყოველივე ამის მომცემელი. ადამიანმა რაც არ უნდა გააკეთოს, აი ზოგჯერ წვალობს ადამიანი და ვერაფერს ვერ მიაღწევს. იმიტომ რომ არ ევედრება უფალს, როგორც მოციქული იაკობი ამბობს. თქვენო იბრძვითო, ერთმანეთს კლავთო, ერთმანეთს შეურაცხყოფთ, რომ მიიღოთ რაღაც საწადელი, მაგრამ ვერ იღებთ, რადგან არ ლოცულობთ. ლოცულობთ, მაგრამ ვერ იღებთ, რადგან წმენით არ ლოცულობთ. აი ეს ამაშია ყველაზე მთავარი, რომ წმენით უნდა მიმართოს ადამიანმა ღმერთს და თითოეული ის სიკეთე კიდე, რაც ადამიანის ხელიდან გამოვა. აი კიდე რატო არ უნდა გაახმაუროს? იმიტომ რომ ეს შენი არ არის, ღმერთმა მოგანიჭა იმისი ძალა. ღმერთს რო ადამიანისთვის ძალა არ მიენიჭებინა, ვერაფერსაც ვერ გააკეთებ. აი მაგალითად ჩვენ სულ ელემენტარული მაგალითი. ჩვენ მეტყველებთ. და ვისგან არის ეს რომ ჩვენ მეტყველებთ? თუ არა ღვთისაგან. ვიღაცა თავისი სიმღერით თავს მოიწონებს. და სიმღერა კი არა, ლაპარაკს ვერ შეძლებდა ადამიანი ღმერთს რო არ მიეცა ამისი ნიჭი და ძალა. აი რანაირად ხო ვერ გააკეთებ? ის გონება რო არ მიეცა, ის ხელი და ფეხი რო არ მიეცა, ის ჯანმრთელობა რო არ მიეცა და ყველაფერი რაც ადამიანშია, ისგან ადამიანს თავის არაფერი არ შეუქმნის. და თუ რაღაცას ქმნის ადამიანი, ისიც იმ გონებით ქმნის, იმ ხელით ქმნის, იმ თვალით თუ ყურით ქმნის, რაც ღმერთმა მიანიჭა და იმ შესაძლებლობებით, რაშიც ღმერთი ხელს უმართავს. ამიტომაც არაფრით არ ღირს თავის მოწონება და ამპარტავნება, არამედ თუ ადამიანი ყველაფერში ღმერთს ადიდებს და ყველა თავის გაკეთებულ საქმეს ღმერთს მიაწერს და მისი მადლიერი იქნება. ამით კიდე უფრო მეტს გააკეთებს და მეტს შექმნის. იმიტომ რომ ღმერთი კიდე უფრო მეტს გააკეთებინებს, რადგან ხედავს, რომ ადამიანი ამით არ ზიანდება, არ ამპარტავდება. აი დღევანდელ სამსახარებაში ჩვენ როგორ ამოვიკითხეთ, მოვდითო ჩემთანო, ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენებთ თქვენ. აიღეთ უღელი ჩემი თქვენზე და ჩემი უღელი იტვირთეთ და ისწავლეთო ჩემგან, რადგან მშვიდი ვარ და მდაბალი გულითა და იპოვით თქვენი სულის განსვენებას. აი ადამიანი რას ეძებს, რომ სიმშვიდე გქონდეს, მოსვენებული იყოს. უფალი ჩვენ გვეუბნება, რომ მასთან მივიდეთ და რომ მისგან ვისწავლოთ სიმშვიდე და სიმდაბლე. სიმდაბლეს მაშინ ისწავლის, როდესაც აღმოაჩენს, რომ ყველაფერი სიკეთე ღვთისგან არის. ღმერთი შეგვეწიოს, ღმერთმა ძალა მოგცეს, დალოცული და გახარებულები გამყოფოთ. ჩვენთან არის ღმერთი.